რაციხეში ზის ხაბეიშვილი ისეთში ან ბურჭულაძე სადაც ადვოკატთან მისვლის უფლება არ აქვს რაციხი ასეთი და ადვოკატს წერილს ვერ გამოატანს რას აპირებდა რას აკეთებდნენ და ასე შემდეგ ხო თვითონ დაიმამნენ ხო და ვიღაცამ ხონდა გაარჩიოს ეს ხალხი ან გმირები არიან ციხეში გმირებაძიან არ გამოვიდათ რევოლუცია მაგრამ ამხობდნენ რუსულ რეჟიმს ან მოღალატეები არიან რომლებმაც პროსტა დააზიანეს მთელი ოპოზიციური პროცესი ხოცებს ახალი ლეგიტიმაცია ახალი რეპრესიებისთვის მიცეს და მათ მიცეს იმის საფუძველი რომ რა გეძმაო რევოლუციას გვიწყობდნენ და მე კიდე ეგენი ხოცები მგონია გესმის და საერთოდ არ მგონია რომ ისინი როგორც გმირები უნდა იჯდნენ ციხეში და ჩვენ ამას ვარჩევდეთ იმ ადგილას სადაც აი ინგა გრიგოლია რომ გახკიოდა 4 ოქტომბერზე ხაზარაძე რომ გადააგდო პირველ მარჯვენობის დღეს მაგას ხონდა ირჩეოდეს ეს სადმე რავი ხაზარაძე ხონდა ამბობდეს რომ გადააგდეს თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდა ხონდა ამბობდეს ამას რომ გადააგდეს აი როდესაც ჩვენ ხედავ რომ სულ ყველგან ტყუილია მე შენ ხვდები რომ რავი ასე თუ თამაშობს ის კაცი ბატონი ბიძინა მაშინ შენ არანაირი შანსი არ გაქვს სანამ ის ცოცხალია იმიტომ რომ რავი აქ დეგენერატებია მოწინააღმდეგეები ან მოსყიდულები ან დეგენერატები პატიოსანი ხალხი რატომ უნდა შევახოცო ამას რატომ გაუშვა ციხეში ამ მაშინ როცა შენ ხედავ რომ დანებდა მეთავ გენერალიტეტი ჩოლობრივ ხალხს რატო ახოცა უნტერს ხო რაღაცნაირად მოდი ტაქტიკა შეცვალე და მინიმუმ რაღაცა მომემზადე იმ დროისთვის იმ კაცს ან რომ მობეზრდება ან რაღაც ასაკის გამო რო არ მოუწევს ან რაღაც საერთაშორისო ფაქტორის გამო რო ვერ განახორციელებს მართვას ის ბოღმა რომელიც ახლა საქართველოში არის დაბადებული და იხარშება ჩვენ სისხლის გვამდე მიგვიყვანს თუ აქედან არ გამოვედით და მოდი მოვამზადოთ საფუძველი ისეთი საქართველოს შესახებ სადაც მომავალში გვინდა ცხოვრება როცა არ იქნება ეს არსებული ფაქტორები გინდა საგარეო როგორ წარმოგიდგენთ რავი სასამართლო როგორ უნდა გქონდეს მომზადება როგორ პირველი დავიწყოთ აი ჩემი საყვარელი თემით როგორი სასამართლო უნდა გქონდეს და ვინც რჩება პოლიტიკაში მინიმუმ ხო უნდა გქონდეს პასუხი კითხვაზე როგორი იქნება მომავალი სასამართლო და უშვებს ის შურიზიებებს ქონების თავიდან გადანაწილებას პირობითად ქოცები რო აღარ იქნებიან პირობითად ყოფილ ქოცებთან როგორი ურთიერთობა ექნება პროკურატურა როგორი გვექნება იგივე შეცდომები რაც წარსულში დავუშვით რომელს გავიმეორეთ რა მიგვაჩნია შეცდომად საერთოდ და რა არ მიგვაჩნია შეცდომად